1993 წლის 26 სექტემბერს შუაღამის შემდეგ საბჭოთა რადარებმა დააფიქსირეს ამერიკული ბალისტიკური რაკეტების გაშვება. სისტემამ განგაში სიგნალი ამოიკითხა. საერთაშორისო ბირთვული ომი დაიწყო. 101-му космическая система выдала сигнал. Пошла ракета, повторяю, пошла баллистическая ракета. Военная база, западное побережье США. Военная база. Время старта 00:15:03. Черт. Всем немедленно занять свои рабочие места. Слушать меня и выполнять мои команды. პოლკოვნიკი სტანისლავ პეტროვი, რომელიც მორიგე იყო, იდგა არჩევანის წინაშე, უნდა შეეტყობინებინა კრემლისთვის და დაეწყოთ საპასუხო იერიში, თუ არ უნდა მიექცია ყურადღება მონაცემებზე და რისკზე წასულიყო. 1993 წლის 26 სექტემბერს, გამთენიისას, შესაძლოა მსოფლიოს ბირთვული ომი დაწყებულიყო. მაგრამ ვინ და რატომ დადგა არჩევანის წინაშე? გაენადგურებინა თუ არა კაცობრიობა. სანამ ამ საოცარ ისტორიას მოგიყვებით, თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ეს არხის განვითარებას ძალიან ეხმარება. Красивая-то какая. 1993 წლის 26 სექტემბრის ღამეს ცივ-ომის მწვერვალზე საბჭოთა კავშირის ადრეული გაფრთხილების რაკეტების აღმოჩენის ტექნოლოგია გააქტიურდა. ეს ნიშნავდა ალბათ ყველაზე უარეს სცენარს. შეერთებულმა შტატებმა, საბჭოთა კავშირის უდიდესმა მტერმა დაიწყო პირდაპირი ბირთვული შეტევა და რაკეტები უკვე საბჭოთა კავშირისკენ მიფრინავდა. ბუნკერში სახელწოდებით სერპუხოვი 15, სადაც სატელიტური გამოვლენის სისტემა სახელად ოკო იყო განთავსებული, საბჭოთა ოფიცერი სტანისლავ პეტროვი მორიგეობდა. მოწყობილობიდან მონაცემების მიღების შემდეგ მის გონებაში აპოკალიფსური სცენარი დაიხატა. როგორც ჩანდა, ამერიკული ბირთვული ქობინი ატმოსფეროში მოძრაობდა და გარდაუვალი განადგურებისკენ ჰაერს კვეთდა. საბჭოთა კავშირის სარაკეტო თავდასხმის ადრეული გაფრთხილების სისტემაზე დიდი წითელი ასოებით გამოსახული იყო სიტყვა გაშვება, რაც მორიგე ოფიცერს, საბჭოთა ვიცე-პოლკოვნიკ სტანისლავ პეტროვს აძლევდა იმის ფიქრის უფლებას, რომ უდიდესი ალბათობით გაშვებული იყო ამერიკული კონტინენტაშორისი ბალისტიკური რაკეტა ICBM-ი, რომელიც საბჭოთა კავშირს უახლოვდებოდა. მონიტორზე გამოჩნდა მხოლოდ ერთი რაკეტა, შემდეგ მეორე და ასე შემდეგ. ხელსაწყომ სულ 5 баллистიკური ракета დააფიქსირა. Понял. Что слышно от алгоритмистов? Все еще жду ответа. По первому визуальному каналу. Почему не слышу ваше сообщение о выпущенной ракете? Объекта не вижу. Повторить. Объекта? Не вижу. Повторите. Но это не значит, что его там нет. ახლა პეტროვს ევალებოდა უფროსობისთვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ გადაცემა. საბჭოთა სტრატეგია იქნებოდა ბირთვული იარაღის დაუყოვნებლივ გასროლა, როგორც კონტრშეტევა, რაც გამოიწვევდა სრულმასშტაბიან ბირთვულ ომს. რადგან თუ ამერიკას ექნებოდა გაშვებული რაკეტები, საბჭოთა ბირთვული დოქტრინა მოითხოვდა სრულ ბირთვულ შურისძიებას. არ იქნებოდა დრო გამაფრთხილებელი სისტემის ორჯერ გადამოწმებისთვის და მით უმეტეს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების დასაწყებად. პეტროვს სწრაფად უნდა იმოქმედა. ამერიკული რაკეტები საბჭოთა კავშირამდე სულ რაღაც 20 წუთში მიაღწევდა. Иваныч, у тебя есть что-нибудь? Мы работаем штатно. Отклонений нет, мы все проверили. Я по докладу. Визуальный канал 101-му. Какое у вас сообщение? Условия наблюдения по-прежнему очень сложные. Мы не можем подтвердить запуск ракеты, но и отрицать его тоже не можем. Мы не можем определить, произведен запуск или нет. Ошибок бортовой системы не выявлено. Все в норме? Понял. Мои программы обработки специнформации работают штатно. Я понимаю, что наши наземные силы Не видят их. Но все наши боевые программы по специнформации работают штатно. не подтверждают запуск ракетной системы. მან შემდეგ ინტერვიუში თქვა, რომ არ არსებობდა წესი იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს ჰქონდათ უფლება ოფიცრებს ეფიქრათ, თუმცა იცოდა, რომ ყოველი წამის დაყოვნება ძვირფას დროს ართმევდა, რადგან საბჭოთა კავშირის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას
დაუყოვნებლი უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ის მხოლოდ ტელეფონთან უნდა მისულიყო, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა მეთაურებს, მაგრამ მას მოძრაობის უნარი წაერთვა. პეტროვმა იგრძნო, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. მან იცოდა ამერიკის ყოვლისმომცველი ბირთვული თავდასხმის გეგმის შესახებ. ამიტომ უცნაურად ჩანდა, რომ სატელიტური სისტემა მხოლოდ რამდენიმე რაკეტას ამჩნევდა. და მეორე ფაქტორი, თავად სისტემა საკმაოდ ახალი იყო და პეტროვი მას ბოლომდე არ ენდობოდა. Товарищ полковник, докладывает Петров. Доложите статус. Я выдаю вам ложную информацию. Вы что, заявляете, что это ложная тревога? Так точно. Тревога ложная. Ракеты нет. Вы 100% уверены в своем решении? Да, товарищ полковник, я абсолютно уверен. Ложная тревога. Я понял. Принято. Продолжайте работать. 103-й, 101-му. Пошла вторая ракета. Повторяю, пошла вторая ракета. 103-й, 101-му. Пошла третья ракета. Повторяю, пошла третья ракета. Повторяю, пошла четвертая ракета. Время обнаружения 00:19:32. Мы достигли движения пятой ракеты. У нас сбоев нет. ოფიცერი 5 რაკეტას ხედავდა. ეს საკმარისი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ პროტოკოლს ეწინააღმდეგებოდა, პეტროვმა სისტემის განგაში ცრუ დადებითად მიიჩნია და არჩია დავალდებოდა. მან დაიწყო კომპიუტერის შემოწმება, იყო თუ არა ის გაუმართავი. სწორად გამოიცნო და მისი თქმით 23 წუთის შემდეგ მიხვდა, რომ არაფერი მომხდარა. ნამდვილი შეტევა არ ყოფილა. პეტროვმა შვება იგრძნო. მან და მისმა თანამშრომლებმა დაასკვნეს, რომ ის, რასაც ისინი ხედავდნენ, იყო ცრუ განგაში და ეს ასეც იყო. სისტემამ ღრუბლებზე მზის სხივების ანარეკლი რაკეტებად აღიქვა. სტანისლავ პეტროვმა საბჭოთა კავშირს და ამერიკას შორის ბირთვული ომი აღკვეთა. $1993 წელს საბჭოთა კავშირს 35804 ბირთვული კობენი ჰქონდა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს 23305. კონგრესის ტექნოლოგიების შეფასების ოფისის 1979 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირის სრულმასშტაბიანი თავდასხმა შეერთებულ შტატებზე გაანადგურებდა ამერიკის მოსახლეობის 35-დან 77%-მდე, ანუ 82 მილიონიდან 180 მილიონამდე ადამიანს. აშშ-ს გარდაუვალი კონცერტება გაანადგურებდა საბჭოთა მოსახლეობის 20-დან 40%-მდე, ანუ 108 მილიონ ადამიანს. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 136 მილიონიდან 288 მილიონამდე გადააჭარბებდა კაცობრიობის ისტორიაში ნებისმიერი ომის, გენოციდის ან სხვა მასშტაბური ბრძოლების შედეგად დაღუპულთა რაოდენობას. მსოფლიო მოსახლეობის პროპორციულად მას კონკურენციას გაუწევდა მხოლოდ მე-8 საუკუნის ჩინეთში ლუშანის საჯანყება ან მე-13 საუკუნის მონღოლთა დაპყრობები. ამის გარდა სავარაუდოა, რომ ასობით მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა მას შემდეგ, რაც კონფლიქტი შეცვლიდა გლობალურ ამინდს და სერიოზულად შეაფერხებდა სოფლის მეურნეობას. ბირთვული ომის პრევენციის საერთაშორისო ფიზიკოსები შიმშილის შედეგად დაღუპულთა პოტენციურ რაოდენობად დაახლოებით 2 მილიარდს ასახელებენ. და პეტროვმა თითქმის მარტო აღკვეთა ეს. ასობით მილიონის თუ არა მილიარდი ადამიანის განადგურების პრევენცია პეტროვს შესაძლოა ძვირად დაждდომოდა. თუ ის ცდებოდა და როგორღაც გადაურჩებოდა ამერიკის ბირთვულ დარტყმას, სავარაუდოდ მას ღალატისთვის დაჟიდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ ის მართალი აღმოჩნდა, დევიდ ჰოფმანის თქმით, პეტროვი შემდეგ დაუნდობლად დაკითხეს და მისი გადაწყვეტილებისთვის არასდროს დაუჯილდოვებიათ, რადგან ეს საბჭოთა სისტემის გაუმართავობას დაადასტურებდა. ცივი ომის შემდეგ პეტროვს მიენიჭა გაეროს ჯილდო, მიიღო დრეზდენის მშვიდობის პრემია და მასზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა სამყარო“. სწორ დროს საჭირო ადგილას ვიყავი, უთხრა მან რეჟისორებს. სტანისლავ პეტროვი გარდაიცვალა 2017 წელს, 77 წლის ასაკში. დღეს სტანისლავ პეტროვი უკვე მე-20 საუკუნის ბუნდოვან პერიფერულ ფიგურად ითვლება, მაგრამ მისი ისტორია არის მკაფიო მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად ახლოს მივიდა კაცობრიობა ბირთვულ არმაგედონის ზღვარზე
და არის შეხსენება ადამიანთა განჯის განუსაზღვრელი საზღვრების შესახებ. პეტროვი არ ყოფილა ერთადერთი ადამიანი, ვინც თავიდან აიცილა ბირთვული ომი. თუმცა ამ თემაზე ჩვენ სხვა ვიდეოებში ვისაუბრებთ. მანამდე გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოგჩეთ ჩვენი ახალი ვიდეოები. დაალაიქეთ ეს ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში თქვენ რომელი მსგავსი ისტორია გსმენიათ. დიდი მადლობა.